ქართული ოცნება აპირებს 10-დან 14 წლამდე ბავშვები, რომლებსაც კანონთან კონფლიქტი აქვს დახურული ტიპის დაწესებულებაში გამოკეტოს და ამას რეაბილიტაციას და მხარდაჭერას უწოდებს. შესაბამისი კანონპროექტი ოცნების პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. Ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში ოცნებას შეუძლია 10-დან 14 წლამდე ბავშვები 6 თვით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, თუმცა პროკურორის გადაწყვეტილებით ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს. ბავშვების ფაქტობრივ პატიმრობას ქართული ოცნება მხარდაჭერას ეძახის, თუმცა ბავშვების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებს, ასევე სისხლის სამართლის დღეს არსებულ კოდექსს. ბავშვის ოჯახიდან გაყვანა და მისი იძულებით ცხოვრება დახურულ დაწესებულებაში არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას ვერ ერქმევა სახლი. ეს არის ციხე, ამბობენ ბავშვთა უფლებადამცველები. პრობლემაა ის, რომ კანონპროექტის თანახმად დადანაშაულებულ ბავშვს არ ექნება ადვოკატის აყვანის უფლება და მის ბედს მთლიანად პროკურორი გადაწყვეტს. თუ მშობელი იქნება წინააღმდეგი გამოკეტონ ბავშვი, შესაძლოა მშობლის წინააღმდეგადაც გამოიყენონ ადმინისტრაციული სასჯელი, მაგალითად პატიმრობა. ციხე 10 წლის ბავშვისთვის არის გაუგონარი და დაუშვებელი რამ, რადგან დახურული ტიპის სახლებს, რომ რაიმე სიკეთე არ მოაქვს ბავშვებისთვის, ამაზე მეტყველებს არაერთი ბავშვის ისტორია, რომლებიც წლების განმავლობაში მოგვისმენია. ასეთ სახლებში ყოველთვის არსებობს ბავშვზე ძალადობის საფრთხე. ბავშვებს ნამდვილად სჭირდება დახმარება სირთულეების დროს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი გამოკეტვა ვერ გადაჭრის 10, 11 და 12 წლის ბავშვების პრობლემებს. თუ კი ბავშვი რაიმე დანაშაულს ჩადის, ჩვენ კითხვები უნდა მივმართოთ არა ბავშვისკენ, არამედ სახელმწიფოსკენ. რატომ მივიდა ბავშვი ამ მდგომარეობამდე? რა მაიძულა ბავშვი ასე მოქცეულიყო? რა მაიძულა ბავშვი მაგალითად მოეპარა პური? იქნებ შიოდა, იქნებ მისი გამოყენება სცადეს, იქნებ ტრაფიკინგის ან ძალადობის მსხვერპლია. შეუქმნა კი სახელმწიფო მას ყველა პირობა იმისთვის, რომ არ აღმოჩენილიყო ქუჩაში, არ ჩაედინა დანაშაული. აქვთ კი ასეთ ბავშვებს განათლების, განვითარების ყველა პირობა შექმნილი ქვეყანაში. აი ეს კითხვები უნდა დასვა სახელმწიფომ და არა ის, რომ ეს ბავშვები კრიმინალები არიან, რომ ისინი ღირსები არიან და უნდა დაისაჯონ. როგორ ფიქრობთ, 10-14 წლის ბავშვის 4 კედელში გამოკეტვას მშობლების და მეგობრების გარეშე რეაბილიტაცია შეიძლება ვუწოდოთ? ფაქტია, რომ სახელმწიფოა ვალდებული ბავშვს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და არა ციხე.